გამარჯობათ, შემოგამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ სასიყვარულო ტიპის ვიდეო თქვენთვის. თუ გყავთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც ამ მომენტში არ გაქვთ ურთიერთობა, თუმცა გაინტერესებთ, რისი თქმა სურს, რომ შეეძლოს, ჩაიფიქრეთ ესეთი ადამიანი და დავიწყოთ. რისი თქმა სურს თქვენს ადამიანს და არ გეუბნებათ, რომ შეეძლოს ახლა რო იყოს თქვენს გვერდით, რას გეტყოდათ ის. ნახოთ პირველ რიგში მისი სიგნიფიკატორი კარტი, ვინ არის ის. მას ძალიან ინატრებით ძვირფასებო. თუმცა რაღაც ხდება მის ცხოვრებაში, აქტიურობა, აქტიური ჩარევა, რითიც არის ის დაკავებული და ამის გამო შეიძლება ისე ვერ მოქმედებს, როგორც მას სურს, რომ იმოქმედოს. ეჭვიანობს ასევე ის თქვენს. კარგით, რისი თქმა სურს ამ ადამიანს თქვენთვის? ის თulis რომ თქვენ რატომღაც გაქვთ შიშები, რატომღაც არ გსურთ დანახვა იმის, რომ თქვენ ამ ადამიანს აბედნიერებთ, თქვენ ამ ადამიანს სურხართ, თქვენზე ფიქრობს ის მუდმივად და თქვენ ამის დანახვა რატომღაც არ გსურთ. ის ამას ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, რომ არ გსურს დანახვა, როგორ მინდიხარ, მიუხედავად ამისა, მე მაინც მოვალ შენთან და ავიღებ, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობის სადავეებს ხელში. ურთიერთობას დავიწყებ ახლებურად, განახლებული პრინციპით. ამისი თქმა სურს. კიდევ რისი თქმა სურს? ეხლა ვიფასება. ესე იგი, ის თulis რომ არის ძალიან სამართლიანი, თვითონ სტაბილური ადამიანი. ის იყო ილუზიებში და ამ ილუზიებს მან დაუშვა წერტილი. ეს აღარ განმეორდება. დაუშვა თუ ქონდა ადგილი, რომ ის აყვა დაუშვა ცხვის რჩევებს, ან ჭორებს, ან გაითვალისწინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა გაითვალისწინებინა სხვის რჩევის მიხედვით, ამას ის აღარ გაიმეორებს. რადგან ამბობს, რომ ის არის პრინციპული ადამიანი, პრინციპული და საკმაოდ გონიერი და ჭკვიანი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ის შფოთავს, ღილავს, აქვს უძილობა, განიცდის იმას, რომ რაღაც მოულოდნელად მოხდა მის ცხოვრებაში, ცდილობს სამუშაოში გადაიტანოს ეს მღელვარება, ყოველდღიურ რუტინაში ჩაწყლას, ასე ვთქვათ, და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, პოზიტივი და კარგი გაიხსენოს, შეიძლება ასე ითქვას. ჩემი კატა ახლა თამაშობს, მაგრამ მაინც გადი მარკო, გადი. აი, მოდი ითამაშე, მოდი. რაღაც ენერგიულია ძალიან ამ საღამოს და უნდა თამაში და ცელქობა. კარგით. კიდევ რისი თქმა სურს თქვენს ადამიანს თქვენთვის?
თulis რომ თქვენ ხართ მისი პარტნიორი, მისი სტაბილური პარტნიორი ხართ თქვენ. მოისვენე მარკო. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენ შორის არის მანძილი გზა, მიუხედავად ამისა, მან იცის, რომ თქვენ ხართ ძალიან კარგად. თქვენ ხართ კომფორტულად და უახლოეს პერიოდში ის აპირებს თქვენთან მოსვლას. რატომ მოდის? იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება. ასე ამბობს თვითონ. თქვენ ხართ მისი ოჯახი. თქვენ ხართ მისი ადამიანი. აქ დიდი რაოდენობით ფინანსებია, ძვირფასებო. მას სურს, რომ რაღაც თქვენ გაგახაროთ საჩუქრებით, ფინანსებით, მატერიალური, ასე ვთქვათ, საშუალებით, მატერიალური ნივთებით გაგახაროთ. რისი თქმა სურს დაუშვათ ისეთის, რასაც ვერ გეუბნებათ, ან ვერ გიბედავთ, ან არ ყოფნის სიმამაცე, რომ თქვენ ეს გითხრათ პირისპირ. ასეთი რამე არის, ასეთი რაიმეს თქვა მას სურს, რომ ძალიან დეპრესიაშია ძვირფასებო. ის განიცდის, რას განიცდის ასე ძალიან. გული აქვს ნატკენი, ნანობს მის გადაწყვეტილებას, შეიძლება წარსულში მიიღო მან რაღაც გადაწყვეტილება, რამაც მას თვითონვე ატკინა გული და ამას განიცდის ახლა და ნანობს. ნახეთ როგორ არის აი. კარგით, მარკოს თამაშის ფონზე რა ვიკითხო? ისეთი, რაც შეიძლება თქვენ გაინტერესებდეთ. ისე რადგან ასე განიცდის რაღაცას, მისი აზრით შესაძლებელია ამის გამოსწორება მისი მხრიდან. ის თulis, რომ დროსთან ერთად ყველაფერი დაალაგდება. დრო ასაჭირო, რაც არ არის მასზე დამოკიდებული და არც თქვენზე დამოკიდებული. აქ პირდაპირ მნიშვნელობით დრო იგულისხმება, ხანგრძლივობა, ეს არის საჭირო და თანდათან ის, ასე ვთქვათ, თქვენს ურთიერთობას გადაიყვანს მომდევნო ეტაპზე. ანუ მისი თავის იმედი აქვს, ძლიერი პიროვნება, გონება კარგად აქვს განვითარებული, სახი, აზრი, ლოგიკა. და ის თulis, რომ გამოსასწორებელი მას არაფერი არ სჭირს, უბრალოდ დროის საკითხია. ასე მიაჩნია. კარგით, კიდე რისი თქმა უნდა დაუშვათ და ვერ გეუბნებათ. ამ მომენტში მოქმედება მას არ შეუძლია, თუმცა მოეცემა მას ამის საშუალება, რომ იმოქმედოს და ეგრევე იმოქმედებს, ეგრევე გამოიყენებს ამ შანსს, ეგრევე. კიდევ რაღაც ბევრი არკანი ადასტურებს იმას, რომ ის ფიქრობს გზაზე, გზავრობაზე. ის თulis, რომ თუ ვინმე დაუშვათ არის თქვენს გარშემო თაყვანისმცემლები. ის ამბობს, რომ მას სხვების არ ეშინია. ის არის ყველაზე სასურველი, ასე ვთქვათ. და შანსი მხოლოდ მას აქვს თქვენთან ურთიერთობაზე. ესეთი მამაცი ადამიანია. კიდევ რისი თქმა სურს თქვენთვის? მას ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ის ძალიან იზიდავთ თქვენ, თუმცა თქვენ ხართ ცივი მის მიმართ. სიტყვას არ ამჟღავნებთ და რატომაც უფრო უყვარდებით. რაც უფრო ცივი ხართ მის მიმართ, მას მით მეტად უფრო უყვარდებით. ამის თქმა სურს. რაც უფრო ჩაკეტილი ხართ საკუთარ თავში, მით უფრო სასურველი ხართ მისთვის, რა ვიცი. ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ასეა.